გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 სხვადასხვა დღის საპროტესტო აქციის ჩანაწერები მოიტანა. ეს არის 112 სამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებული ვიდეო კადრები, რომელზეც სხვა შორის დაცვის მხარე საუბრობს, რომ არის უკანონოდ მოპოვებული, რადგან ამ კამერებიდან ადამიანების იდენტიფიცირება არ უნდა ხდებოდეს და ეს პერსონალური მონაცემების დარღვევა, თუმცა დღევანდელი სხდომა დასრულდა იმით, რომ სანქცირებულმა სასამართლომ IDF-ის აღმასრულებელი დირექტორით დააჯარიმა 5,000 ლარით და მიიჩნია, რომ ის მტკიცებულებები, რომელიც იყო სასამართლოში წარმოდგენილი, ადასტურებდა იმას, რომ გიორგი კლდიაშვილმა რუსთაველის გამზირი 4 დღის განმავლობაში გადაკეტა ისე, რომ ეს მოხდა ხელოვნურად და ამის რეალური საჭიროება არ არსებობდა. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავი არ შეიწუხა, რომ მოეყვანა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მაგალითად იმას მაინც იტყოდნენ, რომ კლდიაშვილი გააფრთხილეს, რომ ის უკანონოდ აკეტავდა გზას ამ დღეებში და მოუწოდებდნენ, რომ ეს არ გააკეთებინა, თუმცა ის მათ არ დაემორჩილა, თუმცა ასეთი შინაარსის ჩვენებაც კი არ იყო საქმეში, მხოლოდ რამდენიმე ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, საიდანაც როგორც დაცვა ამტკიცებს, მხოლოდ და მხოლოდ ის ჩანს, რომ საკმაო რაოდენობის ადამიანებმა მოახდინეს გზის გადაკეტვა. სამართლემ და მიიღო ეს გადაწყვეტილება და გააერთიანა 4-ვე საქმე იმ მტკიცებულებებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა საქმის განხილვის პროცესში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნამდვილად არ ადასტურებდა სამართალდარღვევას, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მე დავებოდა, რადგანაც იდენტიფიცირებული არ ვიყავი ამ ვიდეოებში, რომელიც წარმოდგენილი ვიდეო მასალაში, რომელიც წარმოდგენილი ქონდა, სასამართლომ გადაწყვიტა ასე, რომ მე მცნო სამართალდარღვევად და დამაკისრა ჯარიმა 5,000 ლარის სახით. მე ვფიქრობ, რომ ამ მხრივ მე ნამდვილად არანაირი სამართალდარღვევა არ ჩამიდენია და ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება სიმართლეს. გარდა იმისა, ვიდეო ჩანაწერებისა, რომელიც ჩვენი აზრით იყო სრულიად უკანონოდ მოპოვებული და ცუდია, რომ ამის გამოკვლევა სათანადო დრო არ დაეთმო, თვითონ ამ ვიდეო ჩანაწერებში, არც შორი ხედვის კადრებში გამოკვლევის დროს და არც ახლო კადრებში ჯერ ერთი საერთოდ არ იმყოფებოდა შორი კადრებიდან და არც არავინ ამბობდა, რომ იქ იყო ნამდვილად გიორგი კლდიაშვილი. ის სამწუხაროდ სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ჩვენი ეს მოსაზრებები, ეს ფაქტები მთლიანობაში და არ გაითვალისწინა და მეჩნია, რომ გიორგი კლდიაშვილმა ჩაიდინა სამართალდარღვევა 4-ვე ეპიზოდში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე მსჯელობა ამ დროისთვის საქალაქო სასამართლოში დასრულებულია, თუმცა ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანასკნელ დღეებში 300 საქმე შემოიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება მსგავსი შინაარსის ჯარიმების გამოწერა და უკვე 5,000 ლარი დააჯარიმებენ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დგანან, საკუთარ სამოქალაქო პოზიციას აფიქსირებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი გადაწყვეტს, რომ მათი რაოდენობა საკმარისი არ არის და ისინი გზას ხელოვნურად კეტავენ.